ვიდრე დავიწყებ, რამდენიმე ციტატას წავეკითხავ. ევროპისკენ მივდიოდით, მაგრამ ახლა აღარ ვიცი. რატომ გავჩერდით? ხომ არ იცვლება გეზი? რატომ არ გვეუბნებიან არაფერს? ჩვენ არსად გვეპატიჟებიან, ხდებით იზოლირებულნი. სოფლიო წინ მიდით, ჩვენ კი რჩებით მიღმა. ჩვენ არაფერი ვიცით, არავინ გველაპარაკება, არავინ გვეუბნება სად ვდგავართ, რაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არაფერი არ ვიცით. ჭირდება ევროპა, მინდა ევროპა, ჩემი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომლის ნაწილიც ვარ. ეს გავს იმას, რომ თხოვოთ ვინმე სახლში შეგვიშვას, მაგრამ გვინდა რომ ჩვენს პირობებზე შეგვიშვან. ევროპა გვეუბნება, თუ გინდა ჩამოსვლა, ჯერ ფეხსაცმელი გაიწმინდეთ. მაგრამ ჩვენ არც კი ვცდილობთ გასუფთავებას, უბრალოდ პირდაპირ შიგნით შესვლა გვინდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ციტატები იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები ან ნეიტრალურად განწყობილები არიან. ჩვენი კვლევის ფარგლებში წლის დასაწყისში, როგორც ახსენეს, იანვარში გავესაუბრეთ მათ ჩაღრმავებული პირისპირ ინტერვიუების სახით. შეიძლება თქვენც გონიათ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სტატუს-კვოში არიან ჩარჩენილები, იგივენაირად ფიქრობენ, რასაც პროპაგანდა ქადაგებს. ჩვენი გამოკითხვით დავადგინეთ, რომ ესე არ არის და დღევანდელ გამოსვლაში მოგიყვებით, თუ რამხელაა აცდენა. როგორც იცით, პროპაგანდის მიზანი არასდროს არის ვინმეს რამეში დარწმუნება. არამედ იმ სტარის შთაბეჭდილების შექმნა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ან თუნდაც უმრავლესობა ესე ფიქრობს. ქცევის მეცნიერებაში ამ ფენომენს უწოდებთ სოციალური ნორმის ილუზიას. ამ ილუზიის ტყვეობაში ყოფნა ბუნებრივია, რადგან ჩვენ თვითონაც გვესმის და ვხედავთ იმ ნარატივებს, რაც ვრცელდება, მაგრამ ნაკლებად ვსწავლობთ, თუ რა დაილექა, ან რა დარჩა ჩუმი უმრავლესობის გონებაში. რა შევიდა მათ ყოველდღიურობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ზუსტად ამის დანახვა გვინდოდა, თუ რეალურად რა შეუკვეთა პროპაგანდამ და რა მიიღო. გამოკითხვაში ვერ მოხვდა პრორუსულად და მკვეთრად ანტიდასავლურად განწყობილი მოქალაქე, რადგან მათი სენსიტიურობა პროპაგანდის მიმართ არის სრულიად განსხვავებული და ეს დაგვიმახინჯებდა სურათს და თან საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენენ, ყველა კვლევით სადღაც 5-დან 7%-მდე. რესურსების გამო ასევე სამწუხაროდ ვერ გავესაუბრეთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და ხანდაზმულებს. რესპონდენტთა საშუალო ასაკი იყო 25-დან 55 წლამდე ურბანული მოსახლეობა თბილისსა და დიდ ქალაქებში. კვლევა მოხალისეობრივად ჩავატარეთ ჩვენმა ორგანიზაციამ BISC Partners-მა და კვლევითმა ორგანიზაციამ ANOVA, მინდა აქედანაც მადლობა გადაუხადო მათ და ასევე ყველა რესპონდენტს, ვინც მონაწილეობა მიიღო. მეთოდოლოგიით თავს არ შეგაწყენ, თუმცა ორი სიტყვით გეტყვით, რომ ქცევითი ინსაიტების კვლევა ტრადიციულისგან განსხვავებით საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ აღწეროთ, თუ რას გვეუბნებიან ადამიანები, არამედ აღმოვაჩინოთ ქვეცნობიერი მამოძრავებლები, ემოციური მამოძრავებლები, დავინახოთ რეალურად რა დგას გაცხადებული თვალსაზრისების უკან. ანუ მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობენ ადამიანები ასე. ურთიერთგამომრიცხავია წუხილები, ანუ პრობლემების კომპონენტი, ისეთი სატკივარები, რომელიც მაიძულებს ოცვილებაზე ვიფიქრო და კომფორტის ზონები, სადაც ამ ყველაფერს ვამართლებ და რაციონალიზაციას ვუკეთებ. პროპაგანდა ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზეა დარჩენილი. ის შეგუების მექანიზმია ჩუმი უმრავლესობისთვის. ერთგვარი მორალური ალიბები, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ემოციური კონფლიქტი, ანუ კოგნიტური დისონანსი დაძლიონ. ევროპული არჩევანით ბუნებრივად ამოვიდა როგორც ერთის მხრივ იმედის და მეორეს მხრივ სასოწარკვეთის წყარო. და პირობითად ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მიგნებები 5 ძირითად ჯგუფად იყოფა. ეროვნული მისია კვლავ დასავლურ მისწრაფებებში ერთიანდება და მიუხედავად ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისებისა, ამ იდეას ვერაფერი უპირისპირდება. ევროპის გარეშე საქართველოს რესპონდენტების აზრით არის თითქოს გამოშიგნული, უთავო და უმიზნო. ევროპის გარეშე საქართველოს აღიქმება როგორც ყველასგან მიტოვებული ქვეყანა და იზოლაციის განცდას ვერ ახალწყლებს აზიურ ან თუნდაც რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის აწყობის ძალისხმევა. საგარეო პოლიტიკა განიხილება როგორც სრული კრახი
და მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს ეროვნული სიამაყის განცდაზე. მეორე მხრივ ევროპის ვარსკვლავი კი მუდმივად მკიაფობს ცაზე, მაგრამ ის შორს არის. ევროპული ცხოვრება იმდენ განსხვავდება ჩვენი ყოველდღიურობისგან, რომ მენტალურად მიუწვდომელია და ზედმეტად ბრჭყვიალაა ეს მომავალი. ამიტომ ისეთი დაპირებები, როგორიც არის მაგალითად ევროპული პენსია, საშუალო ასაკის ადამიანისთვის დაუჯერებელია და უნდობლობით განაწყობს. მისთვის რთულია წარმოიდგინოს, რომ მის ცხოვრებაში ეს განხორციელდება იმ მომავალი 10-20 წლის განმავლობაში. ამავდროულად ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ევროპული სტანდარტის შემოსვლა საჭიროებს რეფორმებს. თუმცა ნაკლებად იკითხება ამ სეგმენტში რეფორმების სურვილი. არა იმიტომ, რომ ეს არ სურთ, არამედ ამ ეტაპზე განეხილება როგორც სტატუს-კვოს დაკარგვის საფრთხე. ამიტომ არის ვსაუბრა დავკმაყოფილებ ჭყალებში იმით, რაც გვაქვს. აქ ერთ ციტატას წაგიკითხავთ კიდევ. ერთი მხარე მეუბნება მოგცემ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ განვითარდები. ამ ჭაობში დარჩები. მეორე გეუბნება ყველაფერი დავანგრიოთ და ნულიდან დავიწყოთ. არც ერთი ეს ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. რუსეთის აგრესია უკრაინაში რასაკვირველია ერთიურად ზრდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ევროინტეგრაცია სასურველია, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა არის ხიფათით სავსე და ამ სანუკვარ მიზნამდე მისვლას თითქოს თავდაცვის გარანტიები მკაფიო არ არის. და ამას ეხმიანება ასევე ნეიტრალიტეტის მაღალი მოთხოვნილება, სადღაც 70%, რომელიც იმავე პერიოდში დამოუკიდებლად მიმდინარე რაოდენობრივ კვლევაში გამოიკვეთა. ანუ ესეც გასაკვირი არ უნდა იყოს. თავად განსაჭირს რამდენად პასუხობდა ან პასუხობს პოლიტიკური დისკურსი ამ ადამიანების მისწრაფებებს, შიშებს ან წუხილებს. რამდენად გვესმის ჩვენ მაგალითად მათი თუ რას უფრთხილდებიან ან რას იცავენ. ეს რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადამიანების გარეშე დემოკრატიულ ცვლილებას ვერ მივიღებთ. ამისთვის კი ძალიან ცოტა რამ არის საჭირო. მათთან სალაპარაკო ენა უნდა გამოინახოს. თუმცა მხოლოდ მოქალაქეების ძალისხმევა არ ყოფნის, რადგან აუცილებელია რომ პოლიტიკური პროცესი დაგვეწიოს. ამისთვის ძალიან ცოტა რამ არის საჭირო, როგორც თქვი, უნდა დავიჯეროთ უბრალოდ დემოკრატიის ალბათ და მოქალაქის ამორჩევლის როლის დემოკრატიულ პროცესში. აი მაშინ ძალიან მარტივად მიხვდებით, როგორ მოვახდინოთ კაპიტალიზება ადამიანების რეალურ წუხილებზე, ეჭვებზე და იმედებზე. ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ძალიან მარტივად და გაცილებით ნაკლები ზიანი მოვიგებთ, როგორც კი ამ ადამიანებთან საერთო ენას გამოვნახავთ და დავარწმუნებთ, რომ ევროპა ოცნება არ არის. ის თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის ხელში. მადლობა.